მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე სოფო ლეთოდიანი ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. ჯორჯიან მანგანეზი დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების პირობებს აუმჯობესებს. სესტაფონელმა მოზარდებმა საერთაშორისო კონკურსში ტენერიფეს ვარსკვლავები მონაწილეობის მიღება კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მხარდაჭერით შეძლეს. რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხნის პირველი საამქროს ყოფილი მექანიკოსის ამირან მაჩიტიძის შესახებ გიამბობთ. გამოშვების დასაწყისში გაგაცნობთ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის გასული კვირის წარმოების მონაცემებს. გასული კვირის განმავლობაში ვარციხე ჰესის გამომუშავებულმა სიმძლავრემ 8575 მეგავატ-საათი შეადგინა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა 17382 მეგავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელმა კომბინატმა 4906 ტონა მანგანუმის კონცენტრატი აწარმოა. გასული კვირის განმავლობაში ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხანამ ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატისგან 6580 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიიღო. კონტრაქტორმა საწარმოებმა ჯორჯიან მანგანეზს ჯამში 2598 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიაწოდეს. სფეროშენადნობთა ქარხანამ გასული კვირის განმავლობაში 2578 ტონა სილიკომანგანუმი აწარმოა. ინდუსტრიული მაცნე რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას წარმოების მონაცემების შესახებ. ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ყველა ობიექტზე მოაჯირებს, ცვლის და თანამედროვე სტანდარტების მოაჯირების მონტაჟს ახორციელებს. სამუშაოებს ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საწარმოში დასაქმებულთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას განაგრძობს. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ყველა ობიექტზე აქამდე არსებული მოძველებული მოაჯირები იცვლება და თანამედროვე სტანდარტების მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს. მივიღეთ შესაბამისი მასალა, რათა გავაკეთოთ მოაჯირები. დავიწყეთ ჩვენ ამ კორპუსიდან და პერსპექტივაში გვაქვს, რომ აქ მიმდებარე კორპუსების სულ ყველა გაკეთდეს ლამაზად და ისეთნაირად, რომ როგორც შეესაბამება უსაფრთხოების ერთიან წესებს. ცენტრალური დამყვანი ფაბრიკა სამთო წარმოების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს წარმოადგენს. აქ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფაბრიკა ფუნქციონირებს, რომელთაგან ერთ-ერთ სხვა ქარხნებიდან შუალედური პროდუქცია, მეორეს კი წერეთლის სახელობის მაღაროზე მოპოვებული ნედლეული მიეწოდება. ცენტრალური დამკვანი ფაბრიკა მნიშვნელოვანია ჯორჯიან მანგანეზისთვის და მით უმეტეს ეს ცეხი, სადაც ხდება დანარჩენი ფაბრიკებიდან ნარჩენი პროდუქტის, ანუ შუალედის დამუშავება და უკვე კონცენტრატად გადაყვანა. აუცილებელია იყოს დაცული პირველ რიგში უსაფრთხოების ის ზომები, რაც არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით ყველა სამუშაო ადგილზე და ვაკეთებთ ეტაპობრივად და აუცილებლად ვეცდებით, რომ ძალიან უმოკლეს ხანში მოვჩეთ ის ყველაფერი სამუშაოები, რაც არის გათვალისწინებული ამისთვის. საწარმოში უსაფრთხოების ნორმების განუხრელი დაცვა მუშა მოსამსახურეთა ტრამვის შემთხვევების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს და წარმოების პროცესს უფრო ნაყოფიერს ხდის. თუ სამუშაო ბაქანი შეადგენს 1 მეტრზე მეტრს, მაშინ აუცილებლად ეს ბაქანი უნდა იყოს შემორაგული დამცავი მოაჯირით. აქ არის ამ წარმოებაში საკმაოდ მაღალი ბაქნები. დღევანდელი მოთხოვნებით შეიცვალა სტანდარტები და კეთდება მოაჯირები, რომელიც უზრუნველყოფილი არის დამცავი მექანიზმით, იმით რომ არის მყარად ჩამაგრებული, აქვს გარკვეული სიმაღლე, ეს არის 1.10 მეტრი. მოაჯირების მონტაჟის სამუშაოებს ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის ტექნიკური ჯგუფი ახორციელებს. ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად საწარმოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესებულია. ზოგადი მდგომარეობა მთლიანად ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ყველა ობიექტზე არის გაუმჯობესებული, ეს არის სულ განახლებადი, ეს სფერო საერთოდ მოდუნებას, წუთიერ მოდუნებასაც არ კვატიობს, აქედან გამომდინარე, ეს არის უწყვეტი და გრძელი პროცესი.
საწარმოში დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ძველი მოაჯირების დემონტაჟს და ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონსტრუქციის მონტაჟს ყველა ობიექტზე განახორციელებს. ეს კომპანიის მხრიდან მუშა მოსამსახურეთა შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის გადადგმული მორიგი ნაბიჯია. საერთაშორისო კონკურსი ტენერიფეს ვარსკვლავების ზესტაფონელი პიანისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ნიჭიერი მოზარდების მხარდაჭერას აგრძელებს და ამჯერადაც კონკურსში მონაწილეობის მიღება მოზარდებმა კომპანიის თანადგომით შეძლეს. ტენერიფეს ვარსკვლავებზე მიღწეული მორიგი წარმატება მათთვის შემდგომ კონკურსებში მონაწილეობისთვის ერთგვარი ტრამპლინია. კონკურსიდან კონკურსამდე ზრდისა და საშემსრულებლო ოსტატობის დახვეწის პერიოდი აქვთ და ამ მიზნის მისაღწევად მომავლის პიანისტები მაქსიმალურად იხარჯებიან. ახალგაზრდა ინსტრუმენტალისტთა საერთაშორისო კონკურსი ტენერიფეს ვარსკვლავები, რომელიც გაერთიანებულ ესპანეთში შემავალ კანარის კუნძულ ტენერიფეზე იმართება, ტრადიციულია. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარგზავნილი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შერჩეული შემსრულებლები მონაწილეობენ. ზესტაფონელი ანა ჩაფიძე და ანა კალანდაძე კონკურსის პროფესიონალი ჟიურის შეფასების შედეგად საფორტეპიანო ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებელთა შორის აღმოჩნდნენ. ამ კონკურსზე მე გავხდი დიპლომანტი და ამ კონკურსის შედეგად ჟიურის წევრების რეკომენდაციით მივემგზავრებით 9 დეკემბერს ბურსას საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ასევე ძალიან ტიტულოვანია. და ტენერიფეში მე შევასრულე მოცარტის ფანტაზია, რაჰმანინოვის ეტიუდს სურათი და დებიუსის ესტამპი. მოვიპოვე პირველი პრემია და გავხდი ლაურეატი. ასევე ავიღე ბურსას ფინალის სერტიფიკატი, რომელშიც დეკემბერში მივდივართ 9-ში. ასევე ავიღე გერმანიის საერთაშორისო კონკურსის სერტიფიკატი. ზესტაფონელ პიანისტებს სერიოზული წარმატებები მანამდე არაერთ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში აქვთ მოპოვებული, მათ შორის ლორეთ დე მარიშიც, სადაც ანა ჩაფიძე პირველ ადგილზე გავიდა. 8 წლის ანა კალანდაძე კი, რომელიც აღნიშნული კონკურსის ყველაზე პატარა ქართველი მონაწილე იყო, მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა. ორივე პიანისტი საფორტეპიანო ხელოვნებას პედაგოგ ლელა მინაშვილთან ეუფლება, რომელიც ტენერიფეს ვარსკვლავების ჟიურიმ ამჯერად მაღალი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატით დააჯილდოვა. თავისი მოსწავლეების წარმატებებზე საუბრისას იგი განსაკუთრებულ ხაზგასმას სპონსორთა თანადგომაზე აკეთებს, რომელთა შორისაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად ყველაზე დიდი ხელშემწყობი კომპანია ჯორჯიან მანგანეზია. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ჯორჯიან მანგანეზის გენერალურ დირექტორს, ბატონ ვლადიმერ ლოზინსკის. გვიყვარხართ ძალიან ბატონო ვლადიმერ, უღრმესი მადლობა თქვენ ამოდენა უბადლო გულისხმიერებისათვის. ასევე უღრმესი მადლობა მინდა რომ გადავუხადო ქართულ-ამერიკული შენადნობის მენეჯმენტის დირექტორს, PR დირექტორს, ბატონ ზაქარია ზალიკაშვილს, ბრწყინვალე და გულისხმიერ პიროვნებას, ასევე ენერგეტიკის დირექტორს, ბატონ დავით ჭანტურიას და საერთოდ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ყველა თანამშრომელს. მორიგის საერთაშორისო საკონკურსო მზადება ორივე პიანისტისთვის ახლა აქტიურ ფაზაშია. ორივე მათგანს მომდევნო წარმატების მოლოდინის რეჟიმში უწევს ყველა საათის დატვირთვა. ეს მაშინაც ასეა, როცა მშობლიური მუსიკალური სასწავლებლიდან სახლში ინაცვლებენ, სადაც მეცადინეობა იმავე დამოკიდებულებით გრძელდება. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობაში ქველმოქმედებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. დღეს რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები. ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხნის პირველი საამქროს ყოფილ მექანიკოს ამირან მაჩიტიძეს გაგაცნობთ. ვცლად ჩვენი კორესპონდენტის სიუჟეტში. ჯერ კიდევ გუშინის სფეროშენადნობთა ქარხნის პირველი საამქროს მექანიკოსის ფუნქციას ასრულებდა. უბანზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების დანადგარებისა და აგრეგატების საექსპლუატაციო მზადყოფნაზე ზრუნავდა და სარემონტო ჯგუფზე დავალებებს გასცემდა. ახლა ეს უკვე მისი საქმე აღარ არის. ამირან მაჩიტიძე პენსიაზე გავიდა და ქარხნის ვეტერანთა დიდ არმიას შეუერთდა.
ახლა ისეთი განწყობა მაქვს, რომ ვითომ იმყოფები შვებულებაში. ერთი თვე შვებულება მეკუთვნის და იმყოფები შვებულებაში. ჩვეულებრივად ასე ვფიქრობ. და ისე მენანება, რომ დავტოვე 5 თვე მიმდინარეობდა საამქროს რემონტი. გაჩერებული ვიყავ. ხო და აგრეგატების შეკეთება, განახლება, რეკონსტრუქცია, ბევრი რამე გაკეთდა. ხო და მინდოდა მეყურებელმა გარედანაც გავიგებ ხოლმე მდგომარეობას. ამბობს, რომ თანამოაზრეებთან ერთად ხშირად ღამეებიც უთენებია სასურველი შედეგის მისაღწევად. აგრეგატ ვერაფერს ვერ გეტყვის. შენ უნდა მიხვდე. ბევრჯერ ჭირდება ოპერაცია, ჩარევა, ნაწილის შეცვლა. თლიანად შეცვლაც, რეამინაცია და რა ვიცი 1000 რაღაც. პლუს ასტრაბო დახმარება ჭირდება, ღამე დაუძახნიათ, შუბლების დროს დაუძახნიათ. და ფაქტიურად არანორმირებული სამუშაო ქონდა სულ ჩემი დღე გამოსწრა. ჩემთვის არ იყო არც ღამე, არც შუბლება, არც ბევრჯერ გამოუძახებოდ რომ დააჭირო. ამირან მაჩიტიძე ფეროშენადობთა ქარხანაში 1992 წლიდან, მას შემდეგ მუშაობს, რაც იმ დროისთვის აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო იძულებული გახდა ტყვარჩელის ქვანახშირის შახტა დაეტოვებინა, სადაც უბნის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ზესაფონის ფეროშენადობთა ქარხანაში ამირან მაჩიტიძე თავდაპირველად მეტალურგიულ მოწყობილობათა საამქროში ოსტატად დასაქმდა. იყო აგლომერაციის საამქროს მექანიკოსი, ბრიკეტების უბნის უფროსი. პირველ საამქროში კი მექანიკოსის პოზიციაზე 25 წლის წინ დაინიშნა, სადაც ძირითად პროფესიულ საქმიანობასთან ერთად არაერთი საავტორო ინოვაციური წინადადებისა თუ პროექტის რეალიზება მოახდინა, რამაც, როგორც თავად ამბობს, საგრძნობი ეკონომია მოუტანა მაშინდელ საწარმოს. ნებოგადამშვები მექანიზმები ელექტროდის არის ხუმელზე, რომელიც გამოვიდა წყობილებიდან, იმას აქვს სხვადასხვა დეტალები, შლანგები, რაღაცები და დაიშვა საკითხი ცეხის გაჩერებაზე. არ უნდა გაჩერებულიყო საამქრო. ანდა თუ რამეს მოახერხებთო დაისვა აქ თუ რამეს გადააკეთებთ იმნაირად რომ და მე შევქმნი მე რაღაც ახაზები პროექტი წარმოვადგინე ეს პნევმო გადაშვება გადავიყვანე მექანიკურ გადაშვებაზე. გავამარტივე შედარებით ეს მექანიკური უკვე იმნაირ რაღაცა იყო რომ მის გაჩარხვა შეიძლებოდა ადგილზე. სპეციალური ხრახნები იყო თავისი გაიკეთებინა და გაამართლა იმ кайხანი მუშაობა სხვათა შორის სამეო ღუმელს. პირველ საამქროში კარგად იციან ამირან მაჩიტიძის თავდაუზოგავი შრომისა და გამოცდილების ფასი, ამიტომ მის მიერ პენსიაზე გასვლის გამო სამუშაო უბნის დატოვება დანაკლისად მიაჩნიათ. პიროვნება არის ძალიან მრავალფეროვანი თავისი შემოქმედებითი და ადამიანური თვისებებით. მაგის გონებისა და აზროვნების პატრონი ქარხნისათვის დიდი დანაკლისია, ახლა ბუნებრივი ადამიანმა თავის მოხუცებულობის პენსია ოჯახში და შვილებთან და შვილიშვილებთან უნდა გაატაროს, მაგრამ როგორც ასეთი წარმოებისათვის, დანაკლისი ქვია, ბუნებრივია, ახალგაზრდაობა მოდის და ისინი დაიკავებენ ადგილს. ქარხნელია ამირანის მეუღლეც ირინა მაჩიტიძე, ცენტრალური ლაბორატორიის ნახშირბადების განყოფილების უფროსი ლაბორანტის მოვალეობას ასრულებს. ფეროშენადობთა ქარხანაში სამუშაოდ ორივე მათგანი ერთად მივიდა. მე და ჩემი მეუღლე ერთად დავიწყეთ მუშაობა ფეროშენადობთა ქარხანაში და მოვდივართ 92 წელში და მოვდივართ ასე ერთად და ენთუზიაზმით, რა ქვია. ხო და თვითონ ძალიან თავის საქმის ძალიან კარგი მოყვარულია, ძალიან ისეთი ერთგულია, საამქროს ერთგული იყო, აი მაგის ყველაფერი რაც ეს აპარატების ეს მაგის გადაკეთებულია, მაგის გაკეთებულია მათ ძალიან უყვარს პირველი საამქრო და მე მგონი ძალიან გული წყდება ახლა რომ მოდის, მაგრამ ასე წამხა ასაკია. მაჩიტიძეებს ორი ქალიშვილი ყავთ, ორივე მათგანი ახლად დაოჯახებულია და პატარების მოლოდინში არიან. ამირანი ამბობს, ამიერიდან ოჯახისთვის მეტი დრო ექნება. სოფელ თუზში თავის გლეხურ მეურნეობასაც მიხედავს და მშობლიური საწარმოს შესახებ ინფორმაციებსაც გაიგებს, რომელთანაც განშორება ასე ძალიან უჭირს. ინდუსტრიული მაცნეს შემდეგ გამოშვებებში კვლავ გაეცნობით საინტერესო ადამიანების პროფესიულ და პიროვნულ შტრიხებს. ეს იყო გადაცემა ინდუსტრიული მაცნე. გემშვიდობებით ერთი კვირით. ნახვამდის.